ბათუმში ყველაფერი რაც აშენდა, რაცაც ატყუილებენ ხალხს, ეს ყველაფერი არის სახელმწიფო კლანის, სააკაშვილის დედას, მის მეგობარ თურქ მამაკაცებს ძალიან ბევრი რამე აქვს აშენებული თურქეთში და ამას გვახლიან თვალებში. მინდა გითხრათ, რომ ბათუმში არსებობს ცოცხალი თურქის ქუჩა და ეს ცოცხალი თურქი არის პრეზიდენტის დედის მეგობარი კაცი და მან აშენა სასტუმრო შერატონი. ეს არის სირცხვილი, რასაც ვითმეთ არ ვარგა თემურ შაშიაშვილი, კი ბატონო, ნუ გიყვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი გიყვარდეთ სააკაშვილი და მოგწონდეთ სააკაშვილი. ეს არის საშინელება, რაც ხდება დღეს. მე რაც ვნახე ბათუმში, რასაც ხალხი მელაპარაკება, ეს არის საოცრება. რიგითი ბათუმელი ეს ვერ გაიგო სააკაშვილმა, მისი დედა არის მფლობელია, მისი დედის მეგობარი თურქები, მისი მფლობელები არიან, რას დანაბარდობს, რა განცხრომაშია, რას აკეთებენ ბათუმში სხვადასხვა წარმომადგენლები. ბათუმში თურქი დასჯილი არ უნახავს არავის. 13-14 წლის გოგონები, რომლებიც რადაქციეს ვინიცის, სამატყებით აგდებენ ამას ჩამოსული თურქეთიდან 30-40 ლარად ხდება ყველაფერი ქუჩაში ყრიან ყველას. აი ამას ვერ ხედავს, ამას ვერ უყურებს, ამას გადაგვარდა.